ერთი მნიშვნელოვანი ხის ფაქტურა, რომელიც შემოვიდა ჩვენს ოთახში, ეს გახლავთ კომპანია Gabuild-ის მიერ დამზადებული სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი კარი, რომელიც თავისი ხის ფაქტურით ეხმიანება სხვადასხვა ელემენტებს ჩვენს ოთახში და რაც საინტერესოა, შემსუბუქებულია იმის ხარჯზე, რომ ნაწილობრივად აქვს შუშის ჩანართები. მე ვიტყოდი, რომ ალბათ ყველა მშობლის სურვილია, რომ მაინც კონდეს სვდომა გარკვეულწილად იმასთან თუ რა ხდება პატარა ბავშვის ოთახში, მაშინ როდესაც ის მარტოა. მე რა თქმა უნდა იმას არ გულისხმობ, რომ სადღაცა გასაღების ჭუჭუტანაში უნდა ვუთვალთვალოთ მას, მაგრამ აი ეს შედარებით შემსუბუქებული ვარიანტი კარის, სადაც აი ცოტათი გამჭვირვალება არის, მე მგონი სწორედ ამ მიზნებისთვის არ არის ცუდი. როგორც უკვე აღნიშნე, ეს პროექტი თავიდანვე საკმაოდ ამბიციური იყო, ვინაიდან დიზაინერმა მიზნად დაისახა ამ ოთახის პირდაპირ მნიშვნელობით გადიდება, მაგრამ გადიდება არა კედლების ნგრევის ხარჯზე, არამედ პირიქით ახალი და საინტერესო კონსტრუქციების შექმნის ხარჯზე. ერთი რამ უნდა გაჩვენოთ. აი ეს არაჩვეულებრივი მუთაქა, ერთი შეხედვით ხომ მუთაქაა, მაგრამ თუ მას გახსნი, ის გადაიქცევა პატარა საფენად, რომელიც შეიძლება პიკნიკისთვის გამოიყენო, ან თუნდაც აი სხვა რომელიმე კუთხეში ამ ოთახში დასაჯდომად, რომ იქ გაშალო შენი სათამაშოები, ან წიგნი წაიკითხო. ძალიან უხდება ჩვენ სჭერს კომპანია ბრენდაში შერჩეული ეს ორი განათება, ის ზონებად ყოფს ჩვენ სივრცეს, ერთი გვაძლევს ძალიან გაფანტულ ლამაზ სინათლეს, თბილს, მეორე უშუალოდ სამუშაო ადგილს ანათებს და ამ ოთახს ძალიან საინტერესო ხასიათს ძენს. მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ არც ერთი ოთახი არ შეიძლება იყოს დასრულებული თუ მას არ მოეგო შესაბამისი კარები და კომპანია Gabuild-მა ეს შესანიშნავად გააკეთა. დიზაინერის სურვილი გაითვალისწინა და სწორედ მისთვის სასურველ ხის ფაქტურაში შექმნა ჩვენთვის ამ ოთახის ახალი კარები. ჩემი საყვარელი ადგილი ამ ოთახში არის აი ეს იმპროვიზირებული ფანჯის რაფა სამკითხველო ბიბლიოთეკა, არ ვიცი რა დავარქვა. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი ადგილი. აბსოლუტურად ყველა სივრცე ამ ოთახში გამოყენებულია იმისთვის, რომ იყოს ყველგან სათავსო. სათავსო არის ის, რაც განსაკუთრებით პატარა სივრცეებში მტკივნეულად გვჭირდებათ და ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ბავშვებს. ეს ოთახი გამოვიდა თამამი, პრაქტიკული, საინტერესო და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჩვენი ოთახის ფლობელის ყველაზე საყვარელი ადგილი სახლში. ჩვენი თავგადასავალი ამ სივრცეში დასრულდა, მაგრამ წინ უამრავი საინტერესო ახალი სახლი გელით და აუცილებლად უნდა გვიყუროთ მომავალ კვირას.